კარგი რა, მოიცა, სიგნალი ამდენი ხანი არასდროს არ გამკრავა. ეს მეჩვენება? რა საშინელება? ვინ გაგიკეთა შენ ეს? კარგი. სახლში უნდა წავიდეთ. კარგი, უნდა დავრეკო. სიგნალი არ არის. კარგი, რა ხდება? მართალია, კომპიუტერი. და ინტერნეტიც არ არის. ეს რაჯანდაბა ხდება? საავადმყოფოში უნდა წავიდე, იქ დამეხმარებიან და იქ სიგნალიც ნამდვილად იქნება. წავიდეთ, პატარავ. იმედია დაგეხმარებიან. ამელია, არ დაიჯერებ, რა ხდება აქ? ნიკა, რა მოხდა? რატომ ხარ ასეთი? აქ ხალხია. ისინი ერთმანეთს ესხმიან თავს. რა? როგორი ხალხი? რას გულისხმობ, რომ თავს ესხმიან? არ ვიცი, უცნაურები არიან. ერთგვარი გიჟები არიან, ძრიფს გამოვიქეცი მათგან, დამშვიდი, მოიცა, ვერაფერი გავიგე, დავინახე. ერთმა კაცმა როგორ უკბინა მეორეს, იჯდაფი კისერში. ნიკა, ქუჩაში ბავშვი ვიპოვე, დახმარება სჭირდება, ძალიან ავადაა. ბავშვი? ახლა ბავშვებისთვის დრო არ არის, ამელია, ჩვენ უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ, საავადმყოფოში უნდა წავიყვანო, გაგიჟდი? კარგი, ახლა იქ ვერ წავალთ, მაგრამ ნიკა, არანაირი მაგრამ, გაიგე რა ვთქვი? გარეთ საშიშია. ახლა არც კი ვიცით რა ხდება იქ, მაგრამ ბავშვს დახმარება სჭირდება. უნდა გავიგოთ რა ხდება ირგვლივ და შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რა ვუყოთ ბავშვს. მაგრამ საავადმყოფოში, ამელკა, თუ თავად გაებნები უსიამოვნებაში, ბავშვს ნამდვილად ვეღარ დაეხმარები. კარგი, ნიკა, მართალი ხარ, ცოტა ხანს მოვიცადოთ. კარგია. პატარავ, ახლა ჩვენთან დარჩები. შენ პატარას მიხედე, მე კი სიგნალს მოვზებნი. იქნებ სადმე დავიჭირო. ასე რომ, შენი ჭრილობები უნდა დავამუშაო. აუ, მოიცა, რატომ გმენ? ალბათ ფშიერი ხარ, ძეს მოგიტან. უდნავ მაინც გააღე პირი. არ გინდა? ძალა რომ შეინარჩუნო, ჭამა გჭირდება. კარგი, ვნახოთ კიდევ რა გვაქვს. სისულელეა, მაცივარი სრულიად ცარიელია, დიდი ხანია მაღაზიაში არ ყოფილვარ. ხორცი. ეს ამაზრზენია, დიდი ხნის წინ გაუვიდა ვადა. პატარავ, არა, უკვე გაუვიდა ვადა. შენ უცნაური ხარ. ნიკა, შენ კარგად ხარ?
ლეო, რა ხდება? სიგნალი არ არის. გარეთ რაღაც უცნაურობები ხდება. უცნაურობა? ჯოჯოხეთი ხდება. ზომბები. ზომბები? სერიოზულად ამბობ? როგორც ფილმებში? ფილმებზე უარესია, ეს ვირუსია, ძალიან გადამდები. ვერ ვიჯერებ. მეც ვნახე მსგავსი რამე. ხალხი ერთმანეთს ესხმის თავს. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან. და სად? მოედნისკენ. 1 საათში ევაკუაციაა. ვინც არ არის ინფიცირებული, ქალაქიდან გაიყვანენ. სად არის ამელია? ამელია საძინებელშია, ბავშვს სუვლის. როგორი ბავშვია? მანის ქუჩაში იპოვა. ის დაშავებულია და დახმარება სჭირდება. ახლა ნებისმიერი დახმარება ზომბებისგან თავის შეკავებაა. რატომ ხმაურობ აქ? ლეო, ამელია სწრაფად მოემზადე. 1 საათში ევაკუაცია გვაქვს. ევაკუაცია? რა მოხდა? ქალაქში ზომბების ვირუსია, ძალიან გადამდებია. ზომბები? როგორც იმ ფილმებში, რომლებსაც უყურებდით? კი, უბრალოდ სინამდვილეში ხდება. და როგორ გაიგე ეს? მე თვითონ ნახე რა ხდებოდა საავადმყოფოში. ექიმების თქმით, ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. და როგორ ვრცელდება ის? ნაკბენის შედეგად, თუ არ გინდა რომ ზომბებად ვიქცეთ, აუცილებლად უნდა წავიდეთ. კარგი, და ბავშვი? წამოიყვანე ბავშვი და ყველაფერი, რაც დაგჭირდება. მანქანით წავიდეთ. კარგი, ყველა მზადაა? კი, მაგრამ ბავშვს უნდა გაუფრთხილდეთ. წამლები და ცოტაოდენი საკვები წამოვიღე. შესანიშნავია, კარს გავაღებ და სწრაფად გავალთ პირდაპირ მანქანისკენ. წავიდეთ. აა! ისინი უკვე აქ არიან. რა უნდა გავაკეთოთ? შესასვლელიდან გამოვიაროთ. სწრაფად უნდა გავიქცეთ. მანქანის გასაღები შენ გააქვს? მოიცადე ერთი წამი. აი, შესანიშნავია, გაიქეცი. იჩქარეთ. დაკოქე, ერთი წამი. ჯანდაბა, არ იკოქება. ჯანდაბა, რა მოხდა? არ ვიცი, ალბათ გაფუჭებულია. ისინი უფრო და უფრო გვიახლოვდებიან. მე ძალიან ვცდილობ. ისინი შუშას გატეხავენ. ჯანდაბა. რა უნდა გავაკეთოთ? მეზობლებთან უნდა გავიქცეთ. ძალიან შორსაა. შეიძლება ვერ მივახციოთ. არ ვიცით, კიდევ რამდენი ზომბია აქ? როგორ ვაპირებთ ახლა ევაკუაციას? მანქანის გარეშე ნამდვილად ვერ გადავჩებით. რაღაც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ რა? ვერსად ვერ მივახცევთ. ქუჩაშიც არ არის უსაფრთხო. გამოსავალი არ არის, სახლში დაბრუნება მოგვიწევს. გადმოვალ და ზომბებს ყურადღებას გადავატანიებ. თქვენ კი სახლში შევარდით. ჰეი, ზომბეგო, მოვედი. კარგი, გინდათ ჩემი ტვინი? ის ქალაქში ყველაზე გემრიელია. გონი მათ გავეკეცით. რა უნდა ვქნათ ახლა? ევაკუაციის დრო ნამდვილად არ გვაქვს. უნდა გავიგოთ, რამდენ ხანს შეგვიძლია სახლში დარჩენა. და რა მოხდება თუ ეს არსებები გვიპოვიან? გავიხადოთ, გამოვიცვალოთ და დავფიქრდეთ. ვინმე სუკბინეს? უნდა შევამოწმოთ. კარგი იდეაა. მოდი ერთმანეთი შევამოწმოთ. კარგი, მე გადავჩი. ლეო? კარგი, კარგად ვარ. ამელია? ამელია, შენ გიკბინეს? ეს პატარა მქნა. როცა ვაჭმევდი, მიკბინა. გიკბინა? დარწმუნებული ხარ, რომ ქუჩაში მყოფთაგან არც ერთმა არ გიკბინა? რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ბავშვია. კარგი, ანტისეპტიკული საშუალება წამლების კარადაში მაქვს. მაშინ მოდი მოვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ ახლა. ყველა ფანჯარა და კარი უნდა ჩავკეტოთ და დავიცადოთ. რაღაც დაველოდოთ? დაველოდოთ დახმარებას, იქნებ სამხედროები დაბრუნდნენ, ან ვინმე სხვა მგვიპოვოს. რაც შეეხება საკვებს? ჩვენ უნდა შევამოწმოთ მარაგი და გამოვიზოგოთ. თავარია რომ ერთად ვართ და ბავშვიც ჩვენთანაა. ხო, ბავშვი. შეგვიძლია ამის გაკეთება.
მოიცა, წყალი თითქმის აღარ არის. და საჭმელიც. კარგი, რამდენი გვაქვს კიდევ? ერთი დღე გაძლევს, შეიძლება 2 დღე. ინფორმაცია არ გვაქვს. იქნებ ჯობდა გაგვერისკადა. მეზობლებთან წავსულიყავით. კი, ხო, რომ ამასებებმა შეგჭამოთ? არ შეგვიძლია უბრალოდ ვიჯდეთ და დაველოდოთ, როდის მოვკრებით ჩიმშილით. კარგი, რა ვქნათ? გარეთ გასვლა არ შეგვიძლია. მოიცა, გამახსენდა, სარდაფში დაკონსერვებული საკვების ყუთები უნდა გქონდეს. დაკონსერვებული საკვები? რატომ არ მითხარი აქამდე? უბრალოდ დამავიწყდა, მაგრამ ცოტა ხნით საკმარისი გვექნება. ეს რაღაც მაინცაა, უნდა წავიდეთ და შევამოწმოთ. ვინ წავა? კარგი, მე წავალ, ზუსტად ვიცი სად არის. კარგი, არანაირად, შენ ბავშვი. სხვათა შორის, როგორ არის ის? საოცრად კარგად, კარგად წინავს. ვიღაცას კარგად აქვს საქმე. მაგრამ თუ საჭმელი არ გვექნება, მაშინ ბავშვი ცუდად იქნება. კარგი, წავალ. დარწმუნებული ხარ? ვიღაცას მოუწევს. ლეო, თხილად იყავი. ნუ ღელავ, სწრაფად მოვალ. კარგი, თუ რაიმე არასწორად წავა, მაშინვე დაბრუნდი. კარგი. შესანიშნავია, 5 სავსეა. დიდი ხნით გვეყოფა. ჯანდაბა, მიშველეთ. ლეო, კარგად ხარ? და ეს და ვინ არის შენთან ერთად? ყველაფერი კარგადაა. მან დამეხმარა. გამარჯობა. მე სერჟანტი ჩაკი ვარ. მე ამელია ვარ, ეს ნიკაა. სამწუხაროდ ეს აღარ არის უჩვეულო. როგორ ხართ? თავს ვირჩენთ, საკვები და წყალი თითქმის აღარ გვაქვს. აი, სარდაფიდან რამდენიმე კილა მოვიტანე. მადლობა, ლეო. აქ მარტო ხართ? კი, ევაკუაციისთვის წასვობსადეთ, მაგრამ მანქანა გაფუჭდა. ნახეთ რა ხდებოდა ქუჩაში. გადავწყვიტეთ სახლში დავრჩენილიყავით. ევაკუაცია ჩაიშალა. ის ბრბო მოედანზე შეიჭრა. რა მოხდება ახლა? ჯერ არ ვიცი. მე ვპატრულირებდი იმ ტერიტორიაზე. და სხვა ადამიანები? პირველი გადარჩენილები ხართ, ვისაც ბოლო 3 დღის განმავლობაში შევხვდი. მოიცა, არავინ მოვა დასახმარებლად? სიგნალი არ არის. გზებიც ალბათ გადაკეტილია. არ ვიცი სხვა რაიონებში რა ხდება. საპირფარეშოში უნდა შევიდე. რაღაც უნდა მოვიფიქრო. კარგი, ვერ ვეტყვი. ჯერ არა. ცოტა დროს გავწელავ. ზუსტად დროზე მოხვედი. უნდა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ ახლა. სერჟანტი ამბობს, რომ შეგვიძლია სახურავზე ანტენის ჩამოკიდება ვცადოთ. იქნებ სიგნალი მივიღოთ. ანტენა? ეს კარგი იდეაა. თუ ვინმე მაინც არის, დავუკავშირდებით. მაშინ შანსი გვექნება. მე მივხედავ ამას. კარგი, იქნებ ცოტა დაისვენო. არა, კარგად ვარ. რაც მალე ვცდით, მით უკეთესი. კარგი, ნიკამ და ამელიამ ამასობაში კიდევ ერთხელ შეამოწმონ ყველა კარი და ფანჯარა. შესანიშნავია. ნიკა, შეხედე. კიდევ ვინ არის ეს? არ ვიცი. ზომბები, ისინი მას ვერ ხედავენ. რაღაც უნდა ვქნათ, მაგრამ როგორ? თუ გარეთ გავალთ, კიდევ უფრო მეტ ზომბს მოვიზიდავთ. არ შეგვიძლია ვუყუროთ, როგორ მოკლავენ მათ. მე ვეცდები. ნიკა, არა. ეს ძალიან საჟიშია. არჩევანი გვაქვს? დამაზღვიეთ. ჰეი, შენ. მოდი აქ.
მოდი აქ. სწრაფად შედით შიგნით. მადლობა. წავიდეთ. მადლობა. კარგად ხართ? კარგად ვართ. გონი გაუკლავდით. დიდი მადლობა. შენ გადაგვარჩინე. მადლობა. თუ მავთულებს აქ დავატრიალებთ და შევაერთებთ, უნდა იმუშაოს. იმედია. ვაიმე, ლეო, რა გჭირს? თავბრუსხვევას და ცხელებას გრძნობ. ძალიან ცხელა. შენ იწვი? ალბათ დავიღალე. კარგი, თავს უკეთ გრძნობ. სერჟანტო ჩაკ, კარგად ვარ. სერჟანტო ჩაკ, მართლა, კარგად ვარ. სხვებსაც უნდა ვუთხრათ, მე მათნაირი არ გავხდები. სერჟანტო ჩაკ, გავუძლებ, ეს ასე არ მუშაობს. ლეო, გაჩერდი. ლეო, გესმის ჩემი? აბა, შეგიძლიათ მითხრათ, ვინ ხართ და როგორ მოხვედით აქ? მე ფლორა მქვია, ეს კი ჩერია. მე ექიმი ვარ. უფრო სწორად ვიყავი. ექიმი? რა კარგია. როცა ეს დაიწყო, საავადმყოფო ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ვცდილობდი გადაჩენილების გადაჩენას, მაგრამ ჩერი ჩემი პაციენტი იყო. მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა. გადაადგილება არ შეეძლო. ფლორამ გადამარჩინა. ის რომ არა, მოუკვდებოდი. ფლორა, ძალიან მამაცი ხარ, რადგან ექიმი ხარ. შეგიძლია ბავშვს უმკურნალო? ბავშვი? მე ის ქუჩაში ვიპოვე, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. რა სჭირს მას? დაშავებულია. სახლა თავს კარგად გრძნობს, ჭამს და სცინავს. შევხედავ, სად არის? საძინებელში. წავიდეთ. აი ისიც, ასეთი პატარაა და დაუსველი. ღმერთო ჩემო, ამელია, ეს რამე რიგზე არ არის? ის მკვდარია, ანუ არა მკვდარი. ეს ზომბია, ამელია. რა? ეს შეუძლებელია. ის ჭამს და მას სცინავს. ის უბრალოდ ავადაა. მას დახმარება სჭირდება. ამელია, მას ვეღარ დაეხმარები. საშიშია. არა, ნუ ამბობ ამას. ამელია, მომისმინე. არა, ზომბი არ არის. ის უბრალოდ ბავშვია. რა მოხდა? არ ვიცი. უნდა შევამოწმოთ. რა მოხდა? ინფიცირებულია. კაბინეტში ჩავკეტე. ლეო, არის რაღაც, რაც ყველას უნდა უთხრა. რა? ბავშვი, ისიც ინფიცირებულია. ის ზომბია. ეს სიმართლე არ არის. რა? ამელია, დამიჯერე. მე ექიმი ვარ. საავადმყოფოში ვნახე ეს. ანუ ჩვენ სახლში ორი ზომბია? ლეოსთან უნდა ვიმუშაოთ. გადავწყვიტოთ რა ვქნათ შემდეგ. რა გინდათ რომ მას უქნათ? მას აქ ვერ დავიტოვებთ. არა, ის ჩვენი მეგობარია. ამილკა, ის საშიშია. უნდა ვნახოთ რა სჭირს. იქნებ შანსი იყოს. რა შანსი? ჩვენ მისი გამოკვლევა გვჭირდება. არა, ის საშიშია. რა გჭირს? მოიცა, უნდა ვეცადოთ. ხო, ნახოთ, სულ მცირე რა სჭირს მას. კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავით. ერთი მოძრაობა და ის თავს დაგესხმებათ. მასთან საუბარს შევეცდები. ფრთხილად იყავი. ლეო, მე ვარ, გესმის ჩემი? ლეო, მე ფლორა ვარ, მე ექიმი ვარ, მინდა რომ დაგეხმარო. დამეხმარები? კი, შენი ნაკვენი უნდა ვნახო. ტკივა. მან იცის როგორ დაგეხმაროს. არ მინდა რომ გატკინო. ვიცი, ამიტომ მინდა დახმარება. ხომ არ დამესხმები თავს თუ შემოვალ? არა. ლეო, მაჩვენე შენი ხელი. შეიძლება შევხედო?
კარგი, ეს გასაგებია. მეტი სინათლე და წამლები მჭირდება. ლეო. ლეო. რას ჭირს მას? ის იცვლება და ნაკვენზე რა სიტყვი? უკვე ძალიან გვიანია. ჩვენ მას ვეღარ უშველით. დავასრულებ და სიგნალის დაჭერას ვეცდები. რაც შეეხება ლეოს, მისთვის ვერაფერს გავაკეთებ. ვშიშობ რომ ჩაკი მართალია. მოიცა, ეს გონი ვიცნობ. საიდან? ჩერია, საშიში დამნაშავე, საავადმყოფოში ოპერაციისთვის მივიყვანე. კარგი, კრიმინალი? მოიცა, არაფერი მახსოვს. მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის ავადა, რა უნდა ქნას? დააკვირდით, ჯერ ანტენა უნდა დავასრულო, მაგრამ უშავს. ის ლეოსთან ერთადაა ოთახში. გადავრჩები. ფრთხილად იყავი. ამელკა, მაგრამ შენ ბავშვმა გიკმინა. კი, მაგრამ სამიგლე გავიდა და შენ არ შეცვლილ ხარ. რატომ? არ ვიცი, იქნებ ბავშვი მართლა არ არის ინფიცირებული? შეუძლებელია, ის ზომბია. მე ვნახე, როგორც ხედავ, ნორმალურად ვარ, მაგრამ ლეო 1 საათში გაგიჟდა. წყალი. აი? მე კრიმინალი არ ვარ, არაფერი არ მახსოვს. ადამიანი ხარ, ეს არის მთავარი. ნუ გეშინიათ, მე არაფერს დაგიშავებთ. კარგი, ახლა ჩვენ შევეცდებით სიგნალის დაჭერას. ვიმეორებ, ვაქცინის შესამუშავებლად საჭიროა პაციენტი 0, განსაკუთრებული ნიშნები, დაახლოებით 1 წლის ბავშვი. პაციენტ 0-ის დაჭერისა და მოყვანისთვის დიდი ჯილდოა გამოცხადებული. პაციენტი 0 საბარაუდოდ არ არის აგრესიული ან საშიში სხვებისთვის. ის კაცობრიობის გადარჩენის გასაღებია. ბავშვი. საქმე ჩვენს პატარას ეხება. კარგი, ვერ გავიგე. უნდა მივიყვანოთ ბავშვი ისეთ ადგილას, სადაც ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ. და ახლა მე ძალიან ყურადღებით მომისმინეთ. კარგი, ბავშვს წავიყვან და აქედან წავალ. ჩერი, თუ რომელიმე თქვენგანი გავედავს ჩემს შეჩერებას, ის ამას ინანებს. ჩერი, დამშვიდი, არაფერი სისულელეა ჩაიდინო. დამშვიდე? კარგი, საერთოდ გესმის რაზე საუბრობდნენ რადიოში? ვერ გაიგონე? ამ ბავშვი უზარმაზარ თანხას გადაიხდია. ის გასაყიდი ნივთი არ არის. კარგი, ჩემთვის ის ასეთია და ძალიან ძვირიც. ასე რომ, ამდენი წელია ჩემს შანსს ველოდები და ახლა არ გაუშვებ ხელიდან. მარტო ვერ შეძდებ. ჩვენი დახმარება გჭირდება. თქვენი დახმარების გარეშეც შემიძლია. ასე რომ, თავს მივხედავ. მზად ხარ ფულისთვის ყველა ადამიანი გაწირო? მხოლოდ ფული მაინტერესებს. ეს არაფერი პირადული არ არის. დაგეხმარებით, ერთად მივიყვანთ ბავშვს იქ, სადაც მას სჭირდება. კარგი, გონია დაგიჯერებ? ახლა ყველანი ერთ ნავში ვართ. არა, ჩაკ. შენ და შენი მეგობრები ერთ ნავში ხართ, ასე რომ, მე კი მეორეში, ჩემი ნავი კი ფულისა და დიდებისკენ მიწურავს. ეს რა არის? რა საზიზღრობა? კარგი, ეს პაციენტი 0-ია? კი, მინდა უფრო სწრაფად მოვიშორო იგი. ჩაო, ლუზერებო. ის წავიდა და მან ბავშვი წაიყვანა. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაყოლა. ეს ძალიან საშიშია, შეეხება ვაქცინას. იმედია საკმარისად ჭკვიანი იქნება, რომ ბავშვი იქ მიიყვანოს. და თუ არა, მაშინ კი დიდი პრობლემები გვექნება. რაც შეეხება ლეოს, ჯერ არ ვიცი, უნდა დაველოდოთ. ასე რომ, თუ ვაქცინას მოამზადებენ, არის შანსი რომ ლეო გამოჯამრთელდეს? ნელი სათქმელია. კარგი, მაშინ მხოლოდ ბლოდინი შეგვიძლია და იმედია ჩერი სწორად მოიქცევა. ვაქცინას მოამზადებენ და ლეო და გამოჯამრთელდება. რომ ყველანი გადავრჩებით. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველანი შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას და უბრუნდეთ, ისევე როგორც ადრე. კი, როგორც ადრე. ლეო? სწრაფად, საძინებელში. ლეო, გაჩერდი, ჩვენ ვართ. და მოდი ჩავწეროთ შეთხოვინება. არ ვიცით, რა დაგვემართება ჩვენ? უბრალოდ გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა ყველაფრისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერებისთვის, კომენტარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ შევხვდებით. ნახვამდის ყველა ელას.